სალამ მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენ მობრძანება ჩემს სახზე. მე ნინა ვარ და დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ მამაკაცის სუნამოების შესახებ. ვიცი, დიდი ხნის წინ შეგბერდით ჭიჭინაში ზეგ გეტყვიროდის. ეგ ისტორია იყო მახსოვს, მაგრამ როგორც ისიც ძალიან ბევრი ტესტერი მაქვს. ამიტომ მოდით დღეს ამ 5 სუნამოს შესახებ გესაუბრებით. კარგი ხანია უკვე მაქვს და უკვე დრო იყო, რომ კარგად გამეტესტა და მესაუბრა ამ სუნამოების შესახებ, სანამ ჯერ კიდე შეიძლება რომ რეალურად სუნი გაიგო. Okay. კაცებს ბევრი ლაპარაკი არ გვიყვარს, ხო? ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. პირველი სუნამო ჩაწერილი მაქვს მე ყოველთვის. ამათ რომ ტესტავ, თან ჩემი Word დოკუმენტი მაქვს გახსნილი. ჩვენ აქ სერიოზულად ვუდგებით საქმეებს? აქ არ ვთამაშობთ. ამიტომ ჩემი Word დოკუმენტი მაქვს ხოლმე გახსნილი და ვინიშნავ დღის განმავლობაში როგორ მომწონს სუნამო, თორემ მე სად მომახსოვდება მასეთი რაღაცები. პირველი სუნამო არის რაბანესგან. Phantom Intense-ის ვერსია, ინტენსიური ვერსია. ეს არის 2024 წლის სუნამო. თავიდან ჩანიშნული მაქვს, როგორც ჩანიშნული მაქვს, თავიდან ცოტა aftershave-ის არომატით იხსნება, ანუ ცოტა ბევრი ალკოჰოლით, ასე ვთქვათ, მაგრამ თანდათან უფრო კლასიკური და დახვეწილი ხდება. ალკოჰოლი ჯდება, შრება და იმდენად ინტენსიური აღარ არის და ესეძლიერად აღარ ხდება ცხვირში. უფრო დახვეწილი ხდება, უფრო კლასიკური მამაკაცის სუნამოს არომატში გადადის. საკმაოდ მამაკაცური, ძლიერი, მიმზიდველი არომატია. ტრადიციული უხეში ალკოჰოლის არომატი, მადლობა ღმერთს, რომ დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ უკვე აღარ ხდება ცხვირში. საკმაოდ ცოცხალი არომატია, გეტყვით, გახსნაში განსაკუთრებით. ნოტებიც, ანუ ვანილა, კარდამომი რამდენჯერ უნდა მითხრათ რას ნიშნავს? ილი. ეგ უნდა იყოს. სანდალის ცხე, ლავანდა, ფორთოხლის ყვავილები, რომი და ლიმონი. ანუ საკმაოდ ისეთი ძლიერი, მძიმე არომატების, როგორც მაგალითად ლავანდა და ილია და პლუს ლიმონი და ფორთოხლის ყვავილები. ანუ საკმაოდ ისეთი მძიმე, ძლიერი ნოტების და უფრო ჰაეროვანი, ყვავილოვანი, ფრეშ ნოტების კომბინაცია გვაქვს. ისეთ როგორი არომატია, ზედმეტად არავის არ მოხვდება ცხვირში, ანუ კარს რო შეაღებთ, თქვენზე ადრე არ შედის ოთახში, მაგრამ თქვენს გარშემო ყველა შეამჩნევს ახლოს, რომ ისეთი სასიამოვნო, მიმზიდველი, ელეგანტური სუნამო გასხიათ. ისეთი თავდაჯერებული არომატია, თუმცა იმასაც გეტყვით, რომ საკმაოდ კლასიკური დიზაინერის მამაკაცის სუნამო. რაღაცა გამორჩეული, განსაკუთრებული, სხვას რო არავის არ ასხი, რაღაცა ისეთი არ არის ხა შეგეთ რომ გითხრათ რომ აი ისე გამორჩეულად და მახსოვდა სუნამო, რომ აი მეორეჯერ რო გავაბკურო სამე ტესტერი, ვაუ, ზუსტად გამახსენდება რომ ეს ხო რაბანესის პარფიუმია. ასე გამორჩეულად არ დამამახსოვდა. გარდამავალი სეზონის სუნამოა, ანუ გაზაფხულის შემოდგომის არომატს უფრო დავარქმევდი. დღის განმავლობაში რო თავისუფლად შეგიძლიათ ატაროთ, უფრო სერიოზულ სიტუაციაშიც, უფრო სპორტულ სიტუაციაშიც ზედმეტი ფიქრი და რჩევა რო არ სჭირდება და მარტივად მიიბკურებ და გადიხარ სახლიდან, აი ეგეთი დიზაინერის არომატი. შემდეგი მაქვს ჩანიშნული Hugo Boss-ი, ტუალეტის წყლის ვერსია, ეს არის კლასიკა Hugo Boss-ისგან, ესა 1998 წლის სუნამო, რომელიც დღემდე ძალიან პოპულარულია. ეს არის ძალიან გემრიელი ვაშლი. ეს არის ვაშლი, ბერგამოტი, ციტრუსოვანი არომატები და ლამი არის ქლიავი. წეს ქლიავია. ქლიავზე ჩამოვყალიბდით. დარიჩინი, ვანილა, სანდალის ცხე, ვეტივერი, ცოტა ბევრი ნოტები აქვს, მართალი რო გითხრათ, აქ ხა რაც არის ჩამოთვლილი, ამას ყველაფერს გრძნობ თუ არა, მე ვიწერდ ვინიშნავ იმას, მე რაც ყველაზე მეტად მხვდება ხოლმე ცხვირში. ეს არის ვაშლი და ხის ნოტები. უბრალოდ ესეთი მძიმე, ძლიერი ხის ნოტები არ ჭარბობს, უფრო არის შრალი ხის, ანუ აი კვარის არომატი წარმოიდგინეთ, აი ეგეთი არომატი დაკრავს. დარიჩინი უფრო ტკბილია, დარიჩინი შეიძლება რომ საკმაოდ მწარე იყოს და საკმაოდ ისე მწარედ გვხვდებოდეს ცხვირში. ამიტომ დარიჩინის სუნამოები ცოტა ესეთია, მოსარიდებელია ონლაინ საყიდლად, ყოველთვის ჯობია რომ წინასწარ გატესტო, რომ შეიძლება საკმაოდ მწარე იყოს და არ მოგეწონოს, მაგრამ აქ უფრო აი გურმანი დარიჩინი არის, ანუ არის გამომცხვარი, აი ვაშლის ტარტი დარიჩინით. ცოტა ესეთი ყავისფერი შაქრით. აი, დაახლოებით ეგეთი ვაშლის შტრუდელის დარიჩინის ეფექტი უფროა, ვიდრე ესეთი მწარე დარიჩინი, რომელიც შეიძლება რომ ცხვირში მოგხვდეს. ციტრუსოვანი არომატები ამ ცოცხალ ეფექტს უნარჩუნებს, საკმაოდ ხანგრძლივად. სუნამოს, ანუ ტკბილი არომატი ნაკლებად არის. ზედმეტი სიტყვა არ აქვს ისე, ვისაც არ გიყვართ, თქვათ, ზედმეტად ტკბილი არომატები არ შეგაწუხებთ. საკმაოდ ყოველდღიური სუნამოა, მარტივი სუნამოა, ტუალეტის წყალია, პარფიუმი არ არის, ანუ აი ესეთი ცოცხალი ყოველდღიურად სატარებელი სუნამოა, როცა არ გინდა რომ შენი არომატით ვინმე შეაწუხო, უფრო სპორტული ვერსია არის, რომ თქვათ, არ ვიცი, სპორტით ხარ დაკავებული ან რაღაცა და
რაღაცა უფრო მარტივი, მსუბუქი, თავისუფალი სუნამო გჭირდება. დაახლოებით ეგეთი ვერსია არის. თავიდან გახსნა არის განსაკუთრებით ფრეში, განსაკუთრებით ცოცხალი, განსაკუთრებით ციტრუსოვანი და მერე ოდნავ ნელ-ნელა უფრო თბება, ოდნავ უფრო მძიმდება, კანზე როცა ჯდება და ოდნავ უფრო ხის ნოტებში გადადის. გეტყვით, რომ გაზაფხული ზაფხული, შემოდგომა, ძლიერ სიცხეში შეიძლება შეგაწუხოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ზამთრის არომატი ნამდვილად არა ვფიქრობ, რომ ზამთარში დაიკარგება. ამის მერე სხვა ვერსიებიც აქვთ, ან პარფიუმის ვერსიაც შეიძლება მერე ზამთრის არომატი ის იყოს თუ ეს კლასიკური ვერსია მოგეწონებათ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეხა გარდამავალი სეზონის და ზაფხულის არომატი უფრო იქნება ტუალეტის წყალი ვიდრე პარფიუმი. იმიტომ რომ ამას თუ ბაზის ნოტებში უკვე სიმძიმე მოყვება, პარფიუმის ვერსიაზე წარმომიდგენია. მოკეთ, ცოტა ბევრი ნოტა არის შიგნით, რაც 90-იანი 2000-იანი წლების პარფიუმებს ზოგადად ახასიათებთ ხოლმე. ყველა რასაც ნოტა რასაც ფურცელს დაწერს დაინახავთ, ეგრე არ არის. ვაშლი, დარიჩინი, ხის კვარის არომატები და მერე ეს ოდნავ ვანილის სითბო ბოლოში. ეგა საკმაოდ მარტივად დასარჩევი, მარტივად გამოსაყენებელი, ყოველდღიური, ფრეშ, ცოცხალი არომატია. შემდეგი გვაქვს Bad Boy. Okay, ეს არის კაროლინა ჰერერას Bad Boy. ეს არის 2019 წლის სუნამო, ესეც ტუალეტის წყლის ვერსია არის და Quentin Bish არის პარფიუმერი. ამ სუნამოსიდან Quentin Bish ზოგადად იშვიათად მიცრუებს ხოლმე იმედებს, ჩემი ფავორიტი დელინა Quentin Bish-ის არის ზუსტად. ეს სუნამო ცოტა უფრო გამორჩეული და განსხვავებულია ახლა იმ ორ არომატთან შედარებით, რომლებზეც ვისაუბრეთ. ეს უფრო მძიმე სუნამოა. ეს არის შავი შოკოლადი, ხილით, ვარდისფერი და შავი წიწაკით. ანუ ცოტა ესეთი spicy არომატია. ცოტა სინთეტიური არომატი დაყვება, გეტყვით. ალკოჰოლს აქვს ხოთა შორის ცოტა უფრო მეტად გრძნობთ, ანუ უფრო ძაფრია. თუმცა aftershave-ის სუნი ნამდვილად არ აქვს, ეგეთი შემაწუხებელი იაფი ალკოჰოლის სუნი ნამდვილად არ არის. თუმცა საკმაოდ ესეთი ტრადიციული DNA-ის დიზაინერის არომატია. ვიტყოდი, რომ უფრო გარდამავალი სეზონის სუნამოა, არ მგონია, რომ ეხა ცხელი ზაფხულის დღეებში მოგეწონოთ. ნუ შეიძლება საღამოს საათებში პაემნისთვის გამოდის, მაგრამ დღის განმავლობაში მაღალ ტემპერატურაზე არ მგონია. რაღაცა განსაკუთრებულად გამორჩეული და განსხვავებული და განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი სუნამო, ესეც არ არის, გეტყვით. ესეც საკმაოდ მარტივი არომატია. ესეც დღის არომატად, მე უფრო დღის არომატად ჩავთვლი. აი, ოფისში თუ მუშაობთ, სადაც რამოდენიმე ადამიანთან ერთად ხერხართ თქვათ ოფისში და რა თქმა უნდა გინდა რომ სასიამოვნო სურნელი აგდიროს, მაგრამ არ გინდა რომ შენი სუნამოთი შეაწუხო ადამიანები შენს გარშემო. მე ვფიქრობ მაგისთვის ძალიან კარგი არჩევანი იქნება. ისე შავი წიწაკი და გრეიპფრუტით იხსნება. დასაწყისში spicy არომატები მოდის, ვეტივერი, კაკაო და ტონკას მარცვლები. როგორც გითხარით, შავი შოკოლადი, spicy არომატებით, წინა ორ არომატთან შედარებით ოდნავ უფრო ძიმე არომატია, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ძიმე ძლიერი ზამთრის არომატი. ეგეთი თემა არა, მე ვფიქრობ, რომ ესეთ გრილ დღეებში ხა ამ სეზონზეც შეძლებთ გამოყენება. შემდეგი არის კიდევ უფრო ბიუჯეტური ვერსია Calvin Klein-ისგან, One Essence-ის ვერსია. ეს არის 2024 წლის ფლენკერი. ამის მერე აღარც აქვთ, მე მგონი ამ ხაზში ახალი სუნამო, მე მგონი ეს არის ბოლო ფლენკერი. თუ სწორად მახსოვს. მოგეთ, ეს არის გაზაფხულის არომატი. ეს არის ხა ამ სეზონის არომატი და საკმაოდ განსხვავებული მათგან, რასაც უკვე ვისაუბრეთ. ეს არის უფრო განსხვავებული და გამორჩეული და დასამახსოვრებელი. მიუხედავად იმისა, რომ ამ სუნამოებში ალბათ ყველაზე ბიუჯეტურია. ეს მაინც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, გეტყვით. Aftershave-ის არომატი არ არის. ზედმეტი შემაწუხებელი ალკოჰოლი არ არის. ესა გრეიპფრუტი, ბერგამოტი, შავი წიწაკა, ჩაის არომატები, მუშკი, სანდალის ხე. მოკეთ, ეს უფრო წვანე, ციტრუსოვანი, ცოცხალი ფრეშ არომატია. ცხელი სეზონის არომატია. ძალიან სასიამოვნო გამოსაყენებელი იქნება უფრო ცხელ დღეებში და მაღალ ტემპერატურაზე. ჩემი აზრით, გულწრფელად რო გითხრათ, ეს უფრო unisex-ი არომატია. ამას მეც სიამოვნებით გამოვიყენებ. ანუ იმას არ ვაიმე ნაკლებად მამაკაცია. მაგას არ გულისხმობ იმას, რომ ვისაც ქალბატონებისთვის გულისხმობ, ვისაც უფრო unisex-ი, უფრო მამაკაცური არომატები მოგწონთ. მე ვფიქრობ, რომ ეს მოგეწონებათ, იმიტომ რომ ძალიან სასიამოვნო არომატია. სპორტული, თავისუფალი, ყოველდღიური ძალიან არ მიყვარს ასაკის მიწებება არომატებზე, იმიტომ რომ ყველა იმას იყენებს, რაც უნდა. ასაკს რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ სიტყვებით რო გადმოგცე, დასახასიათებლად ვიტყოდი, რომ უფრო ახალგაზრდული სპორტული სუნამო.
ეხლა ამ არომატებში რაზეც ვისაუბრეთ, ყველაზე უფრო თანამედროვედ გაკეთებული არომატია. არ ვიცი, ეხლა ოკეი. ბოსის შემთხვევაში 90-იანი წლების სუნამოს შესახებ ვსაუბრობ, მაგრამ გულისხმობ, რომ თანამედროვე სუნამოები როგორ მზადდება, ნოტები როგორ მარტივად, სასიამოვნოდ გადადიან ერთმანეთში. ამას უფრო ეტყობა, რომ უფრო თანამედროვედ დამზადებული არომატია. ლიმონი, ციტრუსოვანი არომატები და მწვანე ჩაი. ესაა ცივი ჩაი. ლიპტონის ცივი ჩაია. ციტრუსის ლიმნის არომატით, ზაფხულისთვის, იდეალური. აი, შეფუთვა ვერცხლისფერი შეფუთვით არის, ცოტა ესეთი ცივი შეფუთვით, ფერები, ცივი ფერები. შეფუთვა დაახლოებით გეუბნებათ როგორი არომატიც არის. მოკლედ მე მომეწონა ეს სუნამო ბიუჯეტური პარფიუმისთვის, მართლა ძალიან სასიამოვნო გამოსაყენებელია. ამ სეზონზე კარგი იქნება და ყოველდღიური გამოყენებისთვის ვფიქრობ, რომ ძალიან სასიამოვნო თავისუფალი სპორტული არომატია. ოკეი, შემდეგი არის Lumel, ეს არის Jean Paul Gaultier. სოთაშორის ესეც ძველი არომატია. ეს არის 1995 წლის სუნამო, ტუალეტის წყლის ვერსია. ეს არის ორიგინალი ვერსია, ტუალეტის წყალი არის ორიგინალი ვერსია, მას შემდეგ უამრავი ფლენკერი აქვს დამატებული. უამრავი პარფიუმი, Le Parfumი, ინტენსიური, ასეთი, მოკეთ, არ ვიცი, ყველა სეზონის, ყველა გემოვნების, ყველა ასაკის უამრავი ფლენკერი აქვს ამ ხაზიდან და სხვათა შორის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ხაზი არის. იმიტომ განსაკუთრებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წელს ან წელიწადში რამოდენიმე ახალი ფლენკერი გამოაქვთ ამ ხაზიდან, ხარისხს არ აფუჭებენ. შეიძლება სუნამო შენი არ იყოს და რომელიმე არ მოგწონდეს, მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ ხარისხით ცუდი პარფიუმია. დიზაინერის ხარისხისთვის, ფასისთვის არაჩვეულებრივად ამზადებენ ამ ხაზიდან სუნამოებს. ოღონდ მართლა, როგორც ქალბატონებისთვის სხვათა შორის, ისე მამაკაცებისთვის ძალიან კარგად ინარჩუნებენ ხარისხს, როცა ამდენ ფლენკერს ეხება საქმე წლებია უკვე. მოკლედ, ლავანდა რო არ იყოს ისეთ გახსნაში, ისეთი პარფიუმის გარეშე როგორ დაგტოვებდით. ლავანდა, ბერგამოტი, ილი, ნეროლი, ტონკა, ვანილა, სანდალის ხე, ცოტა როგორც გითხარით 90-იანების სუნამოს ეს არის, რომ უამრავი ნოტა არის ჩამოწერილი, რაც ყველას ვერ იგრძნოთ ახლა ამ სუნამოში. ლავანდას გრძნობთ, ყვავილები ცოტა, სიმწვანე, fresh არომატი. ფაისი ცოცხალი არომატების გახსნიდან და მე ოდნავ ესეთი მოტკბო, ორიენტალური არომატებით ჯდება კანზე რამოდენიმე საათის შემდეგ. ეს სხვათა შორის უფრო შემოდგომა ზამთრის არომატია, ან საღამოს არომატია, პაემნის არომატია. ტკბილი, სპაისი, ორიენტალური, ეს ცოცხალი ნოტები იმის საშუალებას არ აძლევს, რომ ძალიან დატკბეს და გულის ამრევად ტკბილი რო არის სუნამო, ეგეთი არა. ძალიან კლასიკურად, ძალიან კარგად გაკეთებული მამაკაცის სუნამოა. მომეწონა სხვათა შორის. ამ არომატს არ ვიცნობდი, იმიტომ რომ მე ჩემი ფავორიტები მაქვს ამ ხაზიდან მამაკაცის სუნამოებს როცა ეხება საქმე. Lubul ქვია მგონი. Lubul. კი, ეგრე ქვია, თუ სწორად მახსოვს. მოკლედ ფლაკონის ფოტოს ჩავაგდებ აქ. ზაფხულისთვის ეხა ქოქოსით და ანანასით. ესეც მომეწონა როგორც გითხარით, მაგრამ ეხა ამ სეზონისთვის ეს ვერსია არის საუკეთესო. ამ ხაზიდან ფლენკერებში საუკეთესო. და შემოდგომა ზამთრის სეზონის რეკომენდაციასაც გეტყვით ამ ხაზიდან ბარემ. ელექსირი, ტონკა, ვანილა, ლავანდა, ბერგამოტი, ნოტები ცოტა გავს ამას. ეხლა რასაც ვისაუბრეთ, მაგრამ პარფიუმის ვერსია, ელექსირის ვერსია. უფრო მძაფრი. ზამთარი, შემოდგომა, საღამო, პაემანი, ნამდვილად ეგეთი არომატი არის ელექსირი. ეგ ორი არის ჩემ ფავორიტი, ერთი ზაფხულისთვის და მეორე ზამთრისთვის. ესე ცოტა ვინტაჟური არომატი დაყვება. მაინც ეტყობა, რომ მაინდა-მაინც ძალიან თანამედროვედ გაკეთებული სუნამოც არ არის. ამას და ბოს, კი, ამათ წელი ეტყობა. ასაკი ეტყობათ. ბოროტულად უნდა ვთქვა, რომ ასაკი ეტყობათ. Calvin Klein-ი ყველაზე უფრო თანამედროვედ გაკეთებული არომატი არის. Bad Boy და Rabanne კლასიკური დიზაინერის მამაკაცის სუნამოებია. ერთიც და მეორეც ნამდვილად. ვაუ, იმდენი პარფიუმი გავაბკურე. ეხა ერთი ღერი სიგარეტით და სტრიპტის კლუბის სუნით გასა. ჩემს აბსოლუტურ მამაკაცის ფავორიტ სუნამოებს რაც შეეხება, მართალი გითხრათ, დიდად აზრი არ შემცვლია ბოლო ვიდეოს შემდეგ. Jean Paul Gaultier's ეს ორი სუნამო დაემატა. დანარჩენი წინა ვიდეოში რაზეც ვისაუბრეთ, ისევ იმ აზრზე ვარ. კარგით, მეგობრებო, დღევანდელი ვიდეოსთვის სულ ეს იყო. თუ სხვა სუნამოების ვიდეოები გაინტერესებთ, პლეილისტ დაგიტოვებთ ვიდეოს ბოლოს. ერთ ვიდეოს YouTube-ის ალგორითმით შეარჩევს თქვენს ნახვებზე დაყრდნობით და თუ დრო გაქვთ სიამოვნებით გააგრძელოთ ყურება. არ დაგავსეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, ამით ძალიან ეხმარებით ჩემს არხს და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დღესთვის კიდევ სულ ეს იყო. დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და გნახავთ ჩემს შემდეგ ვიდეოში. Ciao!